იმდენად რთული არის რომ უყურებ უკვე გათავისუფლებულ ხალხს, თუმცა აი ვენესუელის ხალხისგან ჩვენისგან გვაცხავებს, რომ ყოველთვის ვიბრძვით რა, აი ამ თავისუფლებისთვის, ერთმანეთისთვის, სამშობლოსთვის, სულ ვიბრძვით და მე აი გამოდგებიან ვიღაცები და ნუ იმპერიალიზმზე საუბრობენ და აი როგორი იმპერიალისტი არის ამერიკა. კაი კაცო, რას გველაპარაკებით მართლა? ადამიანები წობის ტანჯვისგან რო გაათავისუფლეს, აი თუ უარი ვთქვა ტრამპმა რომ მოინდომოს ივანიშვილი, კობახიძე, კალაძების და მაგათი დაპატიმრება, აი რა შევეგებები სახლ-კარს მივასწავლი. იმდენად მოახდინეს დეპოლარიზება ერის, რომ არ ვიცი დადგება თუ არა დრო, როცა ისევ გავერთიანდებით და ერთიანიერი შვილები გვერქმება. არ ჩავერთოთ ისეთ უაზრო პროპაგანდაში, აბაომი გინდა, დიახ, საქართველოში ყოველთვის ბრძოლით ნარჩუნდებოდა თვითმყოფადობა ქართველი ერის, ქართველი რა დარჩა იმ წინაპრების ბრძოლის და იმ წინაპრების დაღუპული სულების დამსახურება და იმედი ოდესმე მიხვდებით, რომ ქვეყანა გაქვთ დასაბრუნებელი და გასათავისუფლებელი ძალიან ბევრი მოღალატისა და მანქურთისგან. მადლობა და ძალიან დიდი ბოდიში ემოციებისთვის.